საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიური ნაკრების შესახებ განცხადება გააკეთა და მხარდამჭერებს მოუწოდა გაემიჯნონ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას. სამარცხვინოა ფიგურულ სრიალში საქართველოს შემადგენლობა. მოუწოდებს მსოფლიოს არ აღიქვას ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად. მოუწოდებ ქართველებს მათ გაემიჯნონ, წერს მიხეილ სააკაშვილი. ასევე მისი თქმით, ოლიმპიადაზე წარდგენილი მონაწილეებიდან 8-დან 6 სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია. რუსეთის სპორტის ნაწილია, ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან. როგორც სააკაშვილი გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს გამოატანინეს, რომელიც, როგორც ის აღნიშნავს, პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას. ძალიან მარტივი არის გიორგი ანწუხელიძის კვლელების მოყვარულები არ უნდა გამოდიოდნენ საქართველოს დროშის ქვეშ. აი ეს არის მარტივი ფორმულა. ხა სააკაშვილისგან გასაკვირი არ არის, ხო? ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ესეთი სიძულვით ისაუბროს, არ აქვს მნიშვნელობა ვიზე და რაღაც. ფაქტია, რომ გამოდის სპორტსმენი საქართველოს სახელით და რეალურად ეს რაღაცას ნიშნავს და ბევრს ნიშნავს უბრალოდ ჩვენი ქვეყნისთვის. და ასე რომ რა თქმა უნდა მოუწოდებთ იმას, რომ ასეთ შემთხვევებში მაინც თავი შეეკავებინა სიძულვილის გაღვივებისკენ. ანუ მაინც სპორტია და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. რა თქმა უნდა, იქ წასულ ადამიანებზე რომლებიც საქართველოს სახელით გამოდიან, ასეთ განცხადებას აკეთებ, აი იქ არის დასრულებული თავიდან ბოლომდე ისედაც დასრულებული შენი ასე ვთქვათ პოლიტიკური ამბიცია თავიდან ბოლომდე. ნუ ასე იყო ყოველთვის. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რომ სხვას გაეკეთებინა ისეთ წონიან პოლიტიკოს კომენტარი ალბათ იქნებოდა ღირებული, მაგრამ ის რომ ახლა სააკაშვილი საქართველოს საწინააღმდეგოდ აკეთებს განცხადებებს და იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, ვინც გამოდის საქართველოს სახელით, სამწუხაროდ ეს არ ახალია. ამას პირველად არ აკეთებენ. მათ ძულთ ყველანაირი ადამიანი, რომლებიც პირდაპირ მათ ნარატივში არ ჯდება. რუსეთს წარმოადგენდნენ ჩვენი ოლიმპიელები, რომლებიც იმავე ქარცეცხლის იმაში იყვნენ, ზეწოლაში იყვნენ, როგორც ვთქვათ, ახლა ყოფილმა პრეზიდენტმა თავის განცხადებით გააკეთა. ხომ გახსოვთ რა ბულინგი მიმდინარეობდა? როგორ ლანძღავდნენ თუნდაც ჩვენ ფეხბურთელებს, რომლებიც პირდაპირ არ უჭერდნენ მხარს რომელიღაცა საპროტესტო მოძრაობას თბილისში. მათი მოქალაქეობრივი პოზიცია თუ არა, მათი ეს ოქროს მედლები და მათი გამარჯვებები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. საქართველოს დროშის და ჰიმნის ასაწევად, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის და იმას აბულინგებ, ეს არის ყიყინი.